მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის და თავისუფლებას ინგლისის პატიმრებს ერთი და მიეცით ბავშვებს წამალი მეორე. და აი ამით მინდა გამოვეხმაურო. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ბოლოს კვარტალში თუ არ ვცდებ, შეიძლება უფრო მოკლევადაში, მაგრამ მოდი კვარტალზე ვთქვა, 32 მილიონი ლარი დახარჯა ავტომობილების შესყიდვაზე ჯამში. ახალი ავტომობილებს თან ის ხო არ ყოფნით რაღაცა უწყვეტ ჭრიჭინას სცენარში ვართ, რომ აი ეს ავტომობილი არის რაღაცა საქართველოში აი ამ სტატუსი, ოპრიჩნინის სტატუსის ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი. ოპრიჩნინა ხო რაღაცა ივან გროზნის ოპრიჩნინა, დანარჩენი საზოგადოება. იცხოვრეთ პირველყოფილ მდგომარეობაში თუ გინდა რომ ყველაფერი გქონდეს, თუ გინდა რომ უზრუნველყოფილი იყო, ისე როგორც ვიცი, ივან გროზნიდან მოყოლებული დღევანდელ პუტინამდე რუსული სისტემა არის, ხო? მაშინ უნდა ჩაიცვა ფორმა და იყო დაქვემდებარებაში სახელმწიფო სისტემის. ანუ ეს არის ქვეყანას 32 მილიონი ამაში დახარჯეს. და 9 მილიონამდე დაახლოებით წამალს ამბობენ რომ ამის ფული არ აქვს ბიუჯეტში. აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ცინიზმის, არა თუ აი ეს რაც შენ წინ ახსენე, რაც არის კატასტროფა სინამდვილეში, რომ ადამიანებს შეუზღუდო სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი წყარო, ტრანსპორტი, საკუთარი ტრანსპორტი, ხო, რომელიც არის რაუც. მეგონა მიღწეული ამბავი იყო და ამ ქვეყანაში დიდი პრობლემა 90-იან გამოვლილი ხალხი ვართ ჩვენ და გადაადგილებდა მანქანა ფუფუნება იყო კი საბჭოთა საქართველოში, აბსოლუტური ფუფუნება იყო და შემდგომ პერიოდში. მაგრამ ეს რაღაც მომენტი გადავლახეთ და რაუც საქართველოს მოქალაქეს ეგ პრობლემა მაინც არ ქონდა, რომ შეიძლება ძალიან უხარისხო, ძალიან ისეთი ძველი, მაგრამ მანქანა იმისთვის რომ იცოცხლოს, ანუ ეს ხო სიცოცხლის წყაროა, ხო? საშოვარის, სამსახურში მისვლის, სამსახურის მოძიების, ყველაფერი ამისი, ეს შეუზღუდო ყველას. აბსოლუტურად, ოღონდ აი, ხო ხედავ აი ეს რომ ცოტა იძვირათ, არ ვიცი, პრობლემა შეექმნათ და იქ აქციზი მოხსნეს, მაგრამ თავარი აი შედარებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე კაი მაჩვენებელი. 32 მილიონი მანქანებში და არც ერთი თეთრი უმძიმეს დაავადების მქონე ბავშვისთვის იმისთვის, რომ სიცოცხლე გაუხანგლიონ და ძიმე ცხოვრება მოუხსნან 1,700,000 ვახშმებში, სუფრებში იგივე პერიოდში, ერთ კვარტალში და არც ერთი თეთრი იმ ოჯახებისთვის, რომელსაც უბრალოდ შეუძლიათ თავის შვილები აცხოვრონ ნორმალურად. იმ ოჯახებს მინისტრმა უთხრა, მართლა მე გაოცებული ვიყავ სტუნათი შეთანხმების გარცემაში, რომ საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ იქ იმათ უთხრეს, რომ თქვენ მთავრობას აქ ფულიო. ანუ საფრანგეთის მთავრობამ რატომ უნდა დააფინანსოს, ხო? მოდი იმ გადმოსახედიდან შევხედოთ. იმათ უთხრეს, თქვენ შევხედეთ თქვენ ქვეყანას და თქვენ მთავრობას აქ იმხელა ბიუჯეტი რომ გადაიხადოს ეს ფული და ჩვენ უნდა ვთხოვოთ. ხესათი ამას იძახის ჩვენ მთავრობა. ჩვენ მთავრობა ამას წახს რომ უზრუნველყო ეს. ჩამოვიდნენ და მინისტრი ეუბნება რომ იქ რა ჩამოხვედით აქ რა გეგონათ აბა. ოღონდ ეს იმ ქვეყანაზე იმ საფრანგეთზე დღე და ღამე რო ლანძღავენ თან. ანუ იმას ვალდებულება აქვს მაინც რომ ჩვენ პაციენტებს უმკურნალოს. საოცარი შემთხვევა არის ტარაკნის მორალი ქვია მაგას ჩემი აზრით. აი მიშა სარჯოლაძე არის ერთ-ერთი აი ყველაზე გამორჩეული მაგალითი ტარაკნის მორალის, აი ჩვეულებრივი პარაზიტის არსება, რომელიც არის პარაზიტი. კაც მინისტრია და თავში ეგ მოუვიდა, რომ საფრანგეთთან რატო ჩამოხვედითო. აი ამაზე ეხლა დაიწყეს, ეხლა გაშავება დაიწყებენ აუცილებლად. აუცილებლად დაიწყეს. დაიმუქრა ის კაცი. კი, დაიმუქრა, კი. ოღონდ ეხლა დაიწყეს რაღაცა თემაზე მსჯელობა, როგორ ეს წამალი თუმე ანუ ეს წამალი მიღებული ამერიკაში გავლილი აქვს და უბრალოდ არ უნდათ, რატო არ უნდათ იცი ყიდვა, იმიტომ რომ 100 ბავშვია და ცოტა ძვირი ხრის ეს წამალი და მოლაპარაკებებს არ უნდა შეცვლათ, რომ ეს კომპანია იაფად მოგცემს, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო იტყვის, რომ ამ სინდრომით ვიციქნება, ყველას დავაფინანს. ამაშიც არ უნდა შეცვლათ, იმიტომ რომ ელექტრო არაფერი არ არის 100 ბავშვი და 100 ოჯახი რა 300 კაცია. 300 კაცი არაფერთ არ უყურთ. საოცარი მორალი არის ეს გახსნილი მორალი არც ტარაკნის აზროვნება არის პარაზიტი ყოველთვის ეძებს რაღაცას ხვისას რომ მოციცქნოს იქიდან. თავს დღეს შენს ბრიფინგს უსმინე, სადაც გაზრდილ ფასებზე ისაუბრე და ну აღწერა ვითარება და ვითარების აღწერაში ხო ყველა თახვდებით ძიმე ვითარება არის ამ კუთხით თან სტატისტიკა პირიქით ხდება ანუ მიმდინარეობს ეს კამპანია მავნე მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლისა ფასების შემცირების კუთხით მაგრამ ფასები იზრდება თან საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში აბაშის ექსპერიმენტი მაგრამ ისაუბრე გამოსავალთან დაკავშირებით ეს თქვი რომ ან აქციზი გავანახევროთო ან გავანახევროთ ბენზინზე ან ფასების ზედაჭერი დავაზესოთ და ეს ფასების ზედაჭერი დამაფიქრა ცოტა და მოდი იქნებ კარგად ახსნათ რას გულისხმობ ამაში. ხო, აქ რამოდენიმე მაგალითი არის იმ ქვეყნების, რომელსაც მაშინებს ეგეთიღებს. არა, აქ კონკრეტულად საწოვზე არის ლაპარაკი დავაზუსტებ. საწოვზე არის ლაპარაკი, შენ იცი რომ მეც არა ვარ დიდად მომხრე საფასო ზღვრების დაწესების, უბრალოდ აქ არის ორი პრეცედენტი ძირითადად, რომელიც სოფლიოს მასშტაბით იმ ქვეყნებმა, რომელმაც უპასუხეს ადეკვატურად ჰორმუზის კრიზისს ზოგადად და ირანში მიმდინარე მოვლენებს და ეს კრიზისი რომც დამთავრდეს უახლოეს რამოდენიმე დღეში, ან უახლოეს კვირაებში, ეფექტი, რომელმაც ამ
რომელიც ამან გამოიწვა საწვავის ბაზარზე, ცოტა უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, ამიტომაც არის, რომ ახალი ზელანდიიდან დაწყებული, ავსტრალიით გაგრძელებული და აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ქვეყნებით დამთავრებული იქნებს პოლონეთი, უნგრეთი, მათთვის დიდად საპატივცემო მოწვევები, ყველამ გარკვეული ზომები მიიღო. ეს ზომები ძირითადად იყო ორი კატეგორიის. ჩვენ ლელოში ცალსახად მომხრეები ვართ, თვლით რომ უფრო მარტივია, ეფექტურია და მეტად უფრო ადვილია შემდეგ ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, რომ აქციზის განახევრება არის. ყველაზე სწორი გამოსავალი იმისთვის, რომ მყისიერად ეფექტი იგრძნოს შეღავათი საქართველოს მოქალაქემ თავის ჯიბეზე, იმიტომ რომ იცი რომ რაღაცა კატეგორიის საწვავებზე უკვე ლარს გადაცდა პასის ზრდა. და ეს არის კომპონენტი, რომელიც ყველა პროდუქტში არის საერთოდ. ხო, მე მაგიტომ მივიღეთ ხო შედეგი და უარესობისკენ წავა. ეს ამბავი, იმიტომ რომ ყველაფერზე გავლენას ახდენს იქ და დენის ტარიფის გაზრდა დაჯამებული ერთად. არის ეს ორი გამოსავალი. ყველა მიმართეთ გარდა ინდოეთისა, ინდოეთმა რომელმაც თავის სახელმწიფო კომპანიებს უთხრა, რომ თქვენ არ გაზარდოთ ფასი და ამითი რაღაცა ერთგვარი ხელოვნური კონკურენცია გააჩინა. ეს რაღაცა განსაკუთრებული გეზი ჩვენ არ აგვაქვს სახელმწიფო საავტომობილო კომპანია, მაგრამ თან ბევრ ქვეყნებში ეს ორი ვერსია იყო გამოყენებული. ან ზედაზღვრის დაწესება, ან აქციზის. ორივე ვარიანტია. ჩვენ ლელოში ვთვლით, რომ აქციზის შეზღუდვა, აქციზის დაკლება დროებით ღონისძიებათ არის ბევრად უფრო სწორი მიდგომა, მაგრამ ხო ანუ ახლა ქართულ ოცნებას მინიმუმ რაღაც გააკეთონ. ჩვენთვის თავარია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აი ეს კრიზისი, რომელიც ძალიან მძიმე იქნება, რაღაცა ფორმით შეღავათი იგრძნო. რაღაცაში მაინც გამოადგეთ ის სახელმწიფო ისეთი როგორიც არის დღეს, მაგრამ რაღაცაში მაინც გამოადგეს, რომ კიდე რა ვიცი 20-30%-ით არ გაღარიბდეს აბსოლუტურად ყველა ამ ქვეყანაში. და ეს ეხება აბსოლუტურად ყველას. გარდა იმ 1%-ისა, რომელიც აი მოპრიჩნინას წარმოადგენს და მან მიტმასნილ ხარს ამ ხარ ტრამპის სახელმწიფოები რო დაიწყეს კორპუსებზე ახლა. საშუალო აი ეს საკითხი დიდ ჩიხში ამყოფებს დღეს არსებულ რეჟიმს. ასე მგონია ფასების ნაწილი, იმიტომ რომ მათ თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა რამას უშველიან. ჩვენ საუბრობთ ხატიასთანაც და რეალურად კობახიძის პროგრამა შედგებოდა 3 კომპონენტისგან. ჩვენი განადგურების, შენი და ყველასი და ჩვენთვის სახსრების მოსპობის და ნუ ამის შედეგად უნდა რაღაცა დაავორთქლებულიყავით და ნუ ხა სამწუხაროდ ბევრი ადამიანი წავიდა კიდეც ამ ქვეყნიდან უბრალოდ ნუ მაინც გადარჩა რაღაცა კერები და ორგანიზაციები ამ კუთხით. მეორე ეს იყო რომ ის დაალაგებდა ურთიერთობებს დასავლეთთან რაღაც ფორმით მაინც მიაღწევდა იმას რომ ანუ ფასადური ნორმალიზება მაინც მოხდებოდა და მესამე ეს იყო რომ მან თვითონ თქვა რომ ფასებს შეამცირებდა ქვეყანაში. ნუ განათლების სისტემას მაგრამ ეს მაინც საპროგრამო ნაწილი ეს 3 იყო ეს ჩემი. კი, ეგ 3 იყო. სამივე მიმართულებით კატასტროფული შედეგი აქვს, იმიტომ რომ კრიზისი ჩვენი განადგურების და კრიზისი სამით განმუხტვის, ანუ აორთქლების ნაწილი ვერ შედგა. დასავლეთთან ვერ მიყიდა, რომ აქ ნორმალიზდა ვითარება და ფასები პირიქით გაეზარდა. რა მდგომარეობაში ამყოფებს ეს ივანიშვილი? ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩემი აზრით, მაგრამ ამან არ უნდა შეგვიქმნას რაღაცა განცდა, რომ ყველაფერი ძალიან ძიმეთ არის მათთვის. ის არის ყველაფერზე წამსვლელი, ხო, სწორად ახსენი შენ. კაცი, რომელიც ამდენი ამხელა ისტორიული გამოცდილების შემდეგ ისევ გადაწყვეტს რომ გამოსავალი იმისთვის რომ ის იყოს სამუდამოდ არის ჩვენი განადგურება, ანუ მისი ოპონენტების განადგურება და მისი კრიტიკოსების განადგურება, ხო, ის ვერაფერს ვერ ისწავლის ცხოვრებაში. მასთან პირველში, აი ეს არის პირველი, მე მასთან არავინ არ დაალაგდება, აი ასეთ კაცთან, რომელიც ესე აზროვნებს, არასდროს არავინ არ დაიწყებს სერიოზულად და ნორმალურად ლაპარაკს, რამდენიც არ უნდა ეცადოს, რომ თავისთავად მიყიდოს ეს რა, აზერბაიჯანის პრეზიდენტივით, რომ აი მეც ესეთი ვარ და ესეთი მიმიღეს, იმას ნავთობი აქვს. აი მანდ ეშლება ხოლმე ჩვენს ჭორვილელ ბრძენს, რომ იმ კაც ნავთობი აქვს და მას არაფერი არ აქვს საერთოდ. ესე რა ქვია, bargaining power-ად ეგრეთ წოდებული და მესამე ეს არის ფასების ამბავი, რომელზეც აი ყველაზე ქრესტომატიული მაგალითი არის, რომ ჯოჯოხეთური პროპაგანდა სად მიყევხარ. თავისით აი ეს ამბავი ააგორეს, აი ეს ტყუილი ააგორეს იმის მოლოდინში, რომ რაღაცა უახლოეს სტაბილური პერიოდი დადგა და ამ სტაბილურ პერიოდში აი ამ რაღაცა მასკარადს დადგავდნენ და რეალურად მოხდა ის, რაც ყველგან უნდა მოხდა. როდესაც შენი აბსოლუტურად ყველა ძირითადი პროდუქტების 80%-ით დამოკიდებული ხარ იმპორტზე. შენზე გავლენას ახდენს, რა ვიცი, როგორც პატარა ეს არის ინფლაციური ცვლილება მაგალითად თურქეთში და რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს სამხედრო მოქმედების, საომარი მოქმედებები ირანში, იმიტომ რომ ირანი არის ქვეყანა, საიდანაც სასურსათო პროდუქტების შემოგვა ძალიან ბევრი თან. ვინმეს თუ გონია რაღაცა ძალიან ისე შორეული ურთიერთობა, არა, ჩვენ ირანთან ძალიან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გქონდა მოყოლებული ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან. რაც ჩემს ძალიან სწორი ამბავია, ირანთან უნდა გქონდეს მეზობელი ქვეყანა
ახალი არის და აი ის რომ პირდაპირ გავლენას იქონიებდა ამ პროცესზე რა თქმა უნდა რომ ესე არის რა თქმა უნდა რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო და შედეგი აბსოლუტურად ამას არ ელოდნენ ეს რომ დაიწყეს ხო მაშინ კიდევ თქვა რომ სტაბილურობის იმედი ქონდა და ამას არ ელოდნენ რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუსყავდა ეს ამბავი ერთი არის ეს რომ ფასების და საქსტატის მონაცემი ყველა სასურსათო პროდუქტზე გაიზარდა ფასი მათ შორის კვერცხზე აი კვერცხი ხო მათთვის რაღაცა ის გახდა რა ქვია თავარი მოსაჭიდი და კვერცხზე 4.5% გაიზარდა და ეხა აი ამ ბოლო სტატისტიკა რაც დღეს ბრიფინგი გავაკეთე იყო რომ წარმოების ფასის ინდექსი რა წარმოება საქართველოს ყველაფრის გაძვირდა თან ეს მარტის მონაცემებია ერეკლის სრულფასოვნად არასახავს საწვავის ზრდას და მეორე 1 აპრილიდან გაიზარდა შეგახსენებთ დენის ტარიფი 33% დაახლოებით და არასახავს ამას დენის ტარიფის ასახვა ეხა და საწვავის რეალური ფასის ასახვა კიდევ უფრო გააძვირებს ყველაფერს ანუ ცალ-ცალკე კომპონენტებს შეგვიძლია აღარ ჩაიხედოთ თუ არასდროს პროდუქტი რომელიც საქართველოში იწარმოება ან შემოდის და მისი ფასის ნაწილი არ არის ბენზინი და დენი უბრალოდ არ არსებობს ეგ თუ არ არსებობს იქაც არსებობს ხო არ არსებობს რა რეალურ ვითარებაში არ არსებობს კიდე სხვა ჩვენს ბიზნესისთვის ძალიან უმძიმესი იმიტომ რომ ტრანსპორტირება არის ასევე ნებისმიერი ნივთის ხარჯის ნაწილი და ფასის ნაწილი და ასევე ამასაც უძვირებენ ამას ემატება კიდევ ერთი პოპულისტური აქტი რომელიც არის ეს რაღაცა ვულგარული იმიტაცია ჯერ ხო ის რა არის და ის კარგი რო იყოს რა ვიცი ამერიკაში სამაზე იტყოდნენ რომ კარგი არის ISIS მიდგომები და ამის ვულგარული აი რაღაცა პროვინციული იმიტაცია რომელიც დაიწყეს ამ რაღაცა საიმიგრაციო პოლიციის წინ წამოწევით და ამ დადგმული სცენებით რომ ეს რა ქვია უცხოელი მუშახელი ამ ქვეყანაში შეზღუდონ და გაუშვან ამით უდიდესი დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე წარმატებულ სექტორებს იშვიათია საქართველოს წარმატებული სექტორი მაგრამ ყველას დაარტყეს იქნება ეს IT სექტორი რომელსაც ბევრი ყავს მეკონ უკვე ვძვდით რომ ერთ ამბავში არიან IT სექტორი არის მთლიანად ეგ ფული აბა ეხლა რა შედის დამუშავებელობაში მშენებლობასაც დაარტყეს და ისა რა ქვია აი ამ ამბით და მესამე ეს არის სასტუმრო ანუ სასტუმრო ჰოსპიტალიტი სექტორი სადაც აგრეთვე რა იქ სხვა პრობლემაა კიდე იქ მაღალი კლასის მენეჯერები რომლებიც უცხოელები არიან იმათი პრობლემა შეუქმნეს ანუ აქ რო შეზღუდვა რომ ყველასგან ნებართვა უნდა იყოს ყველამ ნებართვა უნდა იყოს ხელისუფლებიდან რომ დაასაქმოს ადამიანი ამანაც დაარტყან ყველა კომპონენტში დაარტყეს იქნება ყველა მათი გადაწყვეტილება უწყავს პირდაპირ ქართულ ეკონომიკას. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის რაღაცა ერთმანეთისგან განდგომილი ამბავი, ის რომ გეტყვის მოგატყუებს, აი უცხოელებს ვებძვი ამ ქვეყანაში და თან გატყუებს ამაზე. იქ ნიშნავს, რომ თავარი უცხოელი და თავარი მტერი ვინც არის და თავარი უცხო ვინც არის, იმას არ ერჩის რუსის სახით. და აი ეს არის ყველა კომპონენტით გაუარესეს ჩვენ თანამოქმედებს. ამ დროს გვთავაზობენ, რომ ახლა მომდნენ, რომ აი აპრილს დაელოდეთ, რომ რაც მეც მეგონა, რომ ალბათ რაღაცა ნაწილში თქვა რაღაცა შეიძლება დათანხმდნენ ამერიკელებს და პატარა სავიზიტო რაღაცა თურმე ეს ყოფილა ტრამპ თაუერის აშენების ამბავი. ყველაფერი ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი. ანუ და ეს მიყიდეს ესეც ხო ერთი დღის ამბავია მე ვლაპარაკობ დღეს და ეხლა უნდა გითხო და შენ ილაპარაკებ და თვითონ თავიანთი პროპაგანდისთვის დღეს კიდე აღარც გამოადგებათ ეგ ამბავი რომ თურმე დიპლომატურ გარღვევა ყოფილა ტრამპ თაუერის ანუ ლიცენზიის ყიდვა ფულის გადახდა რომ ლიცენზია ტრამპი დააწერო შენობას ეგ არის მეტი არაფერი არის ტრამპ თაუერი ეგ იყო მაშინაც და ეგ იყო დღესაც მაშინ ტრამპი ჩამოვიდა აქ საერთოდ ხო ანუ გიორგი რამიშვილთან მიხეილ სააკაშვილთან და რა ვიცი რას წარმოვიდგენთ მაშინ პრეზიდენტი გახდებოდა თორე სულ სხვანაირი იქნებოდა ეს ყველაფერი მაგრამ ანუ დღეს ეგეც არ არის უბრალოდ ვიცი ნეოში დაცინოდა მაშინ ამ კი როგორ არის დაცინოდა ესო შარლატა აფერისტობა არის რა ეგ კაცო აფერისტია ესე იძახდა და ესეც აფერისტობა არის მორიგიო დაცინა და არ მაგდარო ხელი შეუშალა თან სხვათა შორის silk-road ჯგუფს მე ხელი შეუშალა იმის რომ ეს პროექტი განახორციელებს კი პრობლემა ალბათ silk-road ჯგუფი ძალიან ნაროს მაგრამ მოსთან საერთოდ ყველა ვინც ამაში მონაწილეობს რაღაცნაირად ნაროს მაგრამ კარგი აი ამ ნაწილზეც რო თქვა რას თავაზობენ როგორც გამოსავალს ქართულ ხალხს გამოსავალს თავაზობენ რომ იმ რაღაცა მართლა ურბანულ ჯოჯოხეთს რომელსაც აი აქედან ახლოს თქვენი სტუდიიდან ძალიან ახლოს ფანჯრიდან ჩანს ეს ადგილი რომელიც არის რეალურად ახლა ყველანი გადამეტების გარეშე ქალდაკის ამ ნაწილის აი ცენტრალური ნაწილის საბურთალოსი ამის ფილტრები ერთადერთია გამწვანებული დიდი ზონა საიდანაც ჯანგბადით მარაგდება ეს ტერიტორია ანუ ტიპები მიიღეს გადაწყვეტილება რომ აქ უნდა ააშენონ 7 კორპუსიანი რაღაცა ჯოჯოხეთი ბეტონის ჩვეულებრივი რომელიც რა მესამეც დატოვებს ალბათ იპოდრომის იქ შეიძლება ეგეც არ დარჩეს რომელიც ყველას უნდა გესმოდეთ არაფერი არქი არაფერი იქ რაღაცა ეს ფხაკაძეები თუ კიდევ ვიღაცა გაურკვეველი უპრინციპო ხალხი
ბიძინა ივანიშვილის არის ხალხო ის მიცა დღემდე ბიძინა ივანიშვილის არის ის რომ ეს ამ ხალხს შირმად იყენებს იმისთვის რომ იქ ააშენოს ჯოჯოხეთი მართლა 7 კორპუსიანი კომპლექსი სადაც ერთ-ერთ ყველაზე დიდი მე მგონი 70 სართულიანი იქნება ტრამპ ტაუერი ამით წავიდა და ესა რა ქვია ოჯახისგან ტრამპის ორგანიზაციისგან ეს ხო ცნობილი ამბავია ზოგადად ბიზნესში ბიზნეს სკოლებში ისწავლება ცალკე ეს მაგალითი ტრამპის ორგანიზაციის ფრანჩიზა ქვია ამას ეს სტილი ფრანჩიზის როდესაც ტრამპის ორგანიზაცია ყიდის სახელს ტრამპ ტაუერის რომელსაც აყოლებს იმას რა ქვია არქიტექტურულ მომსახურებას აგრეთვე როგორც ვიცი და შემდეგ ხო ნებისმიერ კომპანიას დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეუძლია ეს სახელი აიღოს თავის კორპუსს დაატოს და ხო დღევანდელი კონjunktურიდან გამომდინარე სოფლიოში დღევანდელი კონjunktურიდან გამომდინარე ეს რაღაცას შვება მათი ბიზნესის უზრუნველყოფა სახელმწიფოს დონეზე ხა ამას წინათ ხო ბევრი სხვადასხვა აზრი გამოვიწვიეთ როდესაც ვამბობდით რომ დღევანდელი კონjunktურიდან გამომდინარე ვიძახდით კიდევაც ამას რომ როდესაც ჩვენ ტერიტორია ჩვენ მეზობლად გადის ტრამპის გზად წოდებული ეს რაღაცა შუა დერეფნის რაღაც ახალი რედიზაინი და ახალი იდეა ამის განუყოფელი ნაწილი არის საქართველოს ყველა ვარიანტში განუყოფელი ნაწილი არის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციით და მაგალითად ანაკლიის პორტით და ვამბობდით რომ ტრამპის სახელი დაوارქვათო და ამის საპირისპიროდ დაგვიყენეს რომ კორპუს დაარქვეს ტრამპის სახელი და ამას ყიდიან ხო იცით რა ისტერია ატყდება პროპაგანდაში უკვე დაწყებული არის რომ აი ტრამპის სახელობის ზოგადად ეს კორპუსების ნაწილი არის თავარი გარღვევა ჯერ ხო იხილცი შემოგთავაზეს რომ ეს არის ეს ამით აშენება საქართველოს კორპუსებს აშენებს ნახევარი საქართველოს ვინც მაგათთან არის დაახლოებული ყველა კორპუსს აშენებს და ანუ როგორ შეიძლება გვერდზე სომხეთში ამერიკული ტექნოლოგიების მმართველობით ახალი ტექნოლოგიების მმართველობით ამ ხელა ინვესტიცია ჩაიდო NVIDIA შევიდა და ჩვენთან კორპუსები ირაკლი ეგ ყოველ ჩვენთან კორპუსებს და მე რა ამ კორპუსებს რა ანუ გავიგეთ ანუ ეს რა გარღვევა არის რა მე ეკონომიკური არსებობს ორი სექტორი ჯერ აშენდეს მოდი დავიწყოთ მაგედან ყველაზე მარტივი ფულის გათხრების და ყველაზე ესეთი არამდგრადი ეკონომიკისთვის ეს არის სათამაშო ბიზნესი და დეველოპმენტი და აგერ დეველოპმენტით გადააუსეს ეს ქვეყანა სომხეთი ხდება მეოთხე ქვეყანა მეოთხე პოლიტიკური ერთეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრის თვალსაზრისით არის შეერთებული შტატები ჩინეთი ევროკავშირი და სომხეთი იქნება მეოთხე მართლა მაგ მასშტაბის ამბავით შედის ინვესტიციის შედის ამერიკა და ამის პარალელურად ჩვენთან კვერცხის ფასზე ლაპარაკობენ რომელიც ისევ გაუძვირდა აი ეგ არის და კორპუს ტრამპის სახელს რომ მივაკერებთ ანუ აქ ხო რა არის ეს პროექტი კონტროვერსიული ეს პროექტი პრობლემა იყო მოგეხსენება დიდი ხანია იგივე ჩვენი საბაბუაძე ცხოვები ამას დიდი ხანია ლაპარაკობენ ეს კორპუსი ამ კორპუსის გაყიდვა ბიზნესს გაუჭირდა აი ესე საზოგადოებისთვის მიყიდვა და ნუ ეხლა გადაწყვიტა რომ აი ამ სოუსით უნდა მიყიდოს და ტრამპის გინდა ტრამპის სახელი დაარქვეს გინდა ნაპოლეონის ის მოითხოვოს კლიმო იმებზე რო არის ხოლმე კონიაკებზე რაც არ უნდა ქნას ეგ არის ჯოჯოხეთი და ამაზე უნდა იბრძოლოს ყველა თბილისელმა რომ ეგეთი რამე არ მოხდეს ამ ქალაქში რის გაკეთებაზე ზაპირებენ